დილამშვიდობისა საქართველო დღეს 6 თებერვალია უყურებთ კურიერს 8 საათზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ასტანაში გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ ტოკაევს შეხვდება. გუშინ კი სამთავრობო რეზიდენციაში შედგა ყაზახეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში საუბარი. განხილვის მთავარი თემები შუადერეფნის პროექტი, ინვესტიციების ზრდა და ტურიზმის განვითარება იყო. მხარები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავდება. აქცენტი გაკეთდა საქართველოს როგორც ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად გადაქცევაზეც. პრიორიტეტი არის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რა თქმა უნდა პოზიტიურად ფასდება უმაღლეს დონეზე ის ურთიერთობები, რაც დღეს არსებობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის, თუმცა ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ არის პოტენციალი, არის შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. ყაზახეთისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა, მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ახალ კანონებს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების საბოლოო მიზანი ქვეყანაში თავისუფალი მედიისა და განსხვავებული ხმის არარსებობაა. უმრავლესობა კი დაგეგმილ ცვლილებებს სახელმწიფოს ეფექტიანად მართვისთვის აუცილებლად თვლის. სახელისუფლებო პარტია ახალ რეგულაციებს მომდევნო 2 თვის განმავლობაში დააინიცირებს. ჩამონათვალში ამერიკული ფარა ზუსტი ანალოგი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ჩაანაცვლებს. დასავლური ქვეყნების ანალოგით მომზადებული ახალი კანონი მედიასაც შეეხება. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ბრიტანულ მოდელს და კანონმდებლობას გაითვალისწინებენ. ცვლილების მიხედვით შეიზღუდება მედიის დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, თუმცა ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავალს. ანალოგიური შეზღუდვა დაწესდება საჯარო სამსახურშიც. ეს ცალსახად არის უბრალოდ მორიგი манипуляცია იმისთვის, რომ რაც აქამდე ვერ შეძლეს ყალბი გამჭვირვალობის დამტკიცება რუსული კანონის მავნე ეფექტიდან გამომდინარე, ეხლა რამენერად ქნან, რაც დარწმუნებული რომ ისევ კახით დასრულდება, როგორც ეს რუსული კანონის შემთხვევაში დასრულდა. არც ბრიტანული იქნება ეს კანონპროექტი, ისევ როგორც რუსული კანონი არ იყო ამერიკული და ეს იქნება მორიგი ცენზურის და მორიგი მედია თავისუფლების შეზღუდვის ის ახალი ტალღა, რაც მიზანს ისახავს სიმართლის გავრცელების შეზღუდვა ისე როგორც ეს ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება. კარგი კანონია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხანია მოქმედებს, თუმცა სახეცვლილი თანამედროვე პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი არის ის, რაც ჭირდება დემოკრატიულ სამყაროს, რათა დაიცვას საკუთარი სახელმწიფო. რეკლამები შეიძლება დაფინანსდეს, რასაკვირველია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან კონდეთ ურთიერთობა, მიიღონ იქიდან დაფინანსება, მაგრამ ეს დაფინანსება არ უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის შესრულებაზე. კიდევ ერთ პრიორიტეტად მმართველი გუნდი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას აცხადებს. დღის წესრიგში დადგება ანტინარკოტიკული პოლიტიკაც, შესაბამისად კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც გამკაცრდება. კანონმდებლობა არის ისედაც მკაცრი კანონის აღსრულებას რაც შეეხება ძალიან ორმაგი სტანდარტით ასრულებენ ამ კანონს ხოლო კანონმდებლობის გამკაცრებით არ ხდება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას წინააღმდეგ ბრძოლა ამას სჭირდება სისტემური მიდგომა ამას სჭირდება დარგების სპეციალისტებთან ერთად მუშაობა არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს ნარკორეალიზაციაზე სისხლის სამართლის დანაშაულს თუმცა კიდევ უფრო გამკაცრდება არსებული სანქციები მმართველი გუნდი ასევე წარადგენს ინიციატივას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დახვეწის მიმართულებით მათი უფლებების განუხრელი დაცვის ფორმზე გამკაცრდება ასევე არსებული სანქციები, როდესაც სხვადასხვა ასაკის რეალურად ბავშვები მოიხმარენ ნარკოტიკს თუ ჩადიან სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, ისინი პასუხისმგებაში ხშირ შემთხვევაში ვერ მიეცემიან ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ არიან 14 წელს ქვემოთ, თუმცა კანონმდებლობა დაიხვეწება, იქნება შრომითი გამოსასწორებელი კონკრეტული მიმართულებები. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ცვლილებებზე ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა ათეა წულუკიანმა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ახალი რეგულაციები დასავლური ქვეყნების კანონმდებლობის ანალოგიური იქნება. წულუკიანი განმარტავს მედიის შესახებ ახალ კანონსაც და მის მიზნად საზოგადოების სწორად ინფორმირებას ასახელებს. საქმე გვაქვს გამკაცრებასთან, მაგრამ ისეთ ახალ რეგულაციებთან, რომელიც ან უკვე გქონია ჩვენ ადრეც კანონმდებლობაში, მაგალითად მკაცრი ადმინისტრაციული სახდელები,
სხვადასხვა ქმედების თუ მოქმედობის საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან ან ახალი რეგულაციები, რომელიც როგორც უმრავლესობის ხდომაზეც არაერთხელ ითქვა, უნდა იყოს ანალოგი სხვა დასავლური ქვეყნის. მედიის შემთხვევაში საუბარია ბრიტანულ სტანდარტებზე, თუმცა ეს შეიძლება შემდეგ იყოს, ასე ვთქვათ, ბრიტანულიც და სხვა დასავლური ქვეყნის კანონმდებლობითაც ინსპირირებული. ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ თითოეული მოქალაქე იყოს უფრო მეტად დაცული ცრუ ინფორმაციისგან, ბრალდებებისგან, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და საზოგადოება იყოს უფრო მაღალი ხარისხით ინფორმირებული, იმისთვის რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს საკუთარი თავის, ოჯახის და საზოგადოების და ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენ ბრძანეთ რატომ? იმიტომ რომ ახლა არის უწესობა, გამოხატვის თავისუფლება თავის თავში მოიცავს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას. არც გამოხატვის თავისუფლება და არც მისი ეს ერთ-ერთი კომპონენტი ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება არ არის აბსოლუტური და ეთიკის ნორმები უნდა არსებობდეს და ეს ნორმები არ უნდა იყოს ცარიელი ქაღალდი. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება რომელი მუხლი რას იგულისხმებს და რამდენი მუხლისგან იქნება ეს კანონმდებლობა, ამაზე შემდგომში უნდა ვეშწრებოდეთ. ვისაც როგორ უნდა ისე წყვეტს ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ეს აღარ არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი უცხოეთიდან შემოდინებული ფული მოხმარდა სახელმწიფოს რყევას. ერთია, როცა სახელმწიფოს არ ყევენ გარედან და მეორე გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევა, როდესაც სახელმწიფოს არ ყევენ შიგნიდან. და საჯარო მოხელეებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, რომ ან ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს, ან ისინი ემსახურებიან სხვა რაღაცას და აქედან გამომდინარე სახელმწიფო და საჯარო სამსახური უნდა დატოვონ. არასამთავრობოების დიქტატურასთან ერთად უნდა დასრულდეს საელჩოების დიქტატურაც. ეს განცხადებას თეატ ლუკიანს ეკუთვნის ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში მართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გაიხსენა ასევე, თუ როგორც ცდილობდნენ მისი მინისტრობის დროს სხვადასხვა დასავლური ქვეყნის ელჩები მასზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენას. არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატურაზე რომ საუბრობთ, რომელიც უნდა როგორღაც დასრულდეს და ყველას თავისი ნიშა და ფუნქცია ჰქონდეს. ასევე საელჩოების დიქტატურაც უნდა ერთ დღეს რაღაცნაირად განეიტრალდეს. რას უწოდებთ საელჩოების დიქტატურას? საელჩოების დიქტატურა, როდესაც მე კულტურის მინისტრს მიბარებს დასავლური დიდი ქვეყნის ელჩი, მიკაკუნებს თითს მაგიდაზე და მეუბნება რომ შენ ასე კი არ უნდა იმუშაო, ასე უნდა იმუშაო. ეს პროექტი კი არ არის შენთვის პრიორიტეტი, შენთვის პრიორიტეტი არ ვაჭარბებ არც ერთ წუთს, რასაც ახლა ვყვები. შენთვის ეს კი არ არის პრიორიტეტი, შენთვის უნდა იცოდე რომ მე ვიქნები უკმაყოფილო. ჩემთან მშობელს არ უსაუბრია ასე არასდროს. ხო, ანუ სხვანაირი ურთიერთობები ქონდა ხოლმე. ასე შენთვის ეს კი არ არის, ეს არის და ამ დროს მე ვუსმენ და ვიცი რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის მინისტრი და ხვდები რომ ის უკვე ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას, ეს დიქტატურა აბა არის და თუ არ შეასრულებ მე მიდის პრემიერთან და ეუბნება რომ ეს მინისტრი გააგდე, იმიტომ რომ შენი ყველაზე ცუდი მინისტრი ეს არის. ეს ხომ რეალური ცხოვრება იყო ჩვენი. დიდი დასავლური ქვეყნის ელჩი იყო, მაგრამ ხო მე არ მინდა რომ ვიღაცა მიფიქროს რომ ამერიკის ელჩი იყო, ეს არ იყო ამ შემთხვევაში ამერიკის ელჩი. მაგრამ მე გიყვებით ჩემი ამდენწლიანი კარიერის ერთ მაგალითს. ყოფილან სხვა ელჩები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მოსულან და ყვირილზე გადასულან, რომ ესა თუ ის ნაციონალი გაუშვით ციხიდან. ეს არის მეტი კი არაფერი არ არის და ეს უნდა დამთავრდეს. გვიან ღამით დატოვა საპატიმრო თბილისი მოლთან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულმა 8-ვე პირმა, მათ შორის გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა. რამდენიმე საათით ადრე სასამართლო ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გულავას, ბიძინაშვილსა და კიდევ 3 დაკავებულს 5,000-ის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენს შედარებით ნაკლები. ბრალდებულების ადმინისტრაციული წესით დაკავება 2 თებერვალს მოხდა, მომდევნო დღეს კი მათი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსით გადაკვალიფიცირდა. კარგია რომ ჩემთან ერთად სხვა პატიმრებიც განთავისუფლდნენ, მაგრამ პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში კიდევ რჩებიან. ზეა კალობლის ამაღლობელი შიმშილობს
და პირდაპირ მნიშვნელობით სიცოცხლისთვის იბრძვის, ამიტომ ბუნებრივია კმაყოფილების ნატამალი არ შეიძლება იყოს. ბრძოლა გრძელდება, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს მიიღებენ. სიმართლე რომ გითხრათ, ამას არ ველოდი, პირიქით უკვე გეგმებიც კი მქონდა დალაგებული რა უნდა მეკეთებინა ციხეში, როდესაც იბრძვი შენი ქვეყნისთვის, სადღაც უშვებ იმასაც, რომ მოგიწევს ციხეში ჯდომა, მაგრამ ქართულ ოცნებას არ ესმის ერთი, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხეულის რაღაც 4 კედელში გამოკეტვა. ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ. ნიკა თავს ცნობს უდანაშაულოდ, შესაბამისად ჩვენ გქონდა შუამდგომლობა და პოზიცია, რომ აღკვეთილონიზების სახე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ 3500 ლარის ოდნობით იქნა შეფარდებული გირავა. 8 პირის გირავთი გათავისუფლებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით მათი მხარდამჭერები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. დატოვეს საპატიო დაწესებულება გირავს გადახდის სანაცვლოდ და ზოგადად ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაც ტრენდი არსებობს, რომ ისინი ჩაიდენენ დანაშაულს, შემდგომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამოდიან, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მათ გვერდზე დგანან და რომლებსაც შემდგომ არ აქვთ ხოლმე საშუალება, რომ ის ადმინისტრაციული სახთელით დაკისრებული ჯარიმა გადაიხადონ, რჩებიან პასუხისგებაში. მათი უდიდესი ნაწილი დამოკიდებულები იყვნენ იმ საპარლამენტო მანდატებზე, რომლებიც გაუქმდათ, შესაბამისად, ისინი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, შემდგომში ჩადენილ დანაშაულებებზე იქნებიან ისეთივე პასუხისგებაში მიეცემიან, როგორც ჩვეულებრივი ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები. დღის ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებ გვერდზე rustavi2.gi შეგიძლიათ